ქრისტიან დემოკრატები აგრძელებენ საარჩევნო კამპანიას საქართველოს რეგიონებში, ამჯერად იმერეთის ერთ-ერთ სოფელში მათ მსხვილფეხა საქონელი აცრეს და გლეხებთან გვერდი-გვერდ შრომაში მათი პრობლემები შეიტყვეს. თემურ წარიაშვილის ოჯახს ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები დღეს დილიდან სტუმრობდნენ. პარტიის წევრებმა წარიაშვილის მსხვილფეხა საქონელს ვაქცინაცია ჩაუტარეს. ხუთსულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო მსხვილფეხა პირუტყვისგან მიღებული ნაწარმის რეალიზაცია. ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის ლიდერებმა წარიაშვილის ოჯახს ახალი ინიციატივა გააცნეს. მათი განცხადებით, სახელმწიფომ ვეტერანული ინფრასტრუქტურის განვითარებას უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, სწორედ დაფინანსების და სუბსიდირების ეხება სწორედ ვეტერინარული პუნქტების აღდგენას, გამართვას, უზრუნველყოფას ყველანაირი საჭირო მედიკამენტებით და ვაქცინებით ყველა სოფელში საქართველოში. მინიმუმ ყველა თემში. წარიაშვილების ოჯახიდან ქრისტიან დემოკრატებმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე გადაინაცვლეს, სადაც პრობლემები მოისმინეს და ადგილობრივი პარტიის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა გააცნეს. ქვეყანას ჭირდება მინიმუმ 10 წლიანი პროგრამა სტრატეგიული განვითარების ქართული სოფლის მეურნეობის. თანმიმდევრული ინვესტირება 10 წლის განმავლობაში, რომ ჩვენ აღვადგინოთ, განვავითაროთ სარწყავი სისტემები, სადრენაჟო სისტემები, უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყანა მექანიზაციით, შემოვიტანოთ ახალი ცოდნა და ახალი ინოვაციები, ახალი ტექნოლოგიები, ახალი განათლება. თემამ სოფლიომ მოიფიქრა ეს და ჩვენ ბოლო ველოსიპედს ნამდვილად არ ვიგონებთ. ეს არის კოოპერაციების შექმნა. კოოპერაციაზე მოხდება სახელმწიფოდან ძალიან დიდი თანხების გამოყოფა. რაც შეეხება, რას ნიშნავს თანხების გამოყოფა კოოპერაციაზე? ეს არის პირველ რიგში დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი კრედიტები. ქრისტიან დემოკრატებმა დასავლეთში შეხვედრები დღის მეორე ნახევარში შეწყვიტეს. პარტიის ლიდერები ხარაგაულიდან კახეთში სტიქიით დაზარალებული ოჯახების მოსანახულებლად გაემგზავრნენ.